მე ვეკითხები საკუთარ თავს, მე ვკითხე საკუთარ თავს, ასე მივმართე ასე, ხო? ირაკლი, სად იქნები შენ მიმდინარე წლის არა 4 ოქტომბერს ეს პასუხგაცემული კითხვა, 4 ოქტომბერს ცხადია რუსთაველზე ვიქნები. არამედ სად იქნები შენ მიმდინარე წლის 5 ოქტომბერს, მეთქი. ასე ვკითხე საკუთარ თავს. ჩემს საბანკო ანგარიშზე მოცემულ ეტაპზე არის 700 TBC-ზე $750 დაახლოებით, 748 და სახშიც ინგას აქვს თუ არ ვწდები $80 თუ ჩემ მეუღლეს. მოკლედ სადღაც $800-ზე მეტი გვაქვს. 3 ბილეთისთვის ქუთაისიდან ცხადია. ევროპის ბევრ ქალაქში ცხადია ქუთაისიდან მე მექნება შესაძლებლობა რომ შევიძინო 3 ბილეთი one way ticket and round trip, ანუ ერთი გზა ან ორივე გზა სამივესთვის და მე ჩემი მეუღლე და ჩემი მცირეწლოვანი შვილი არასრული 5 წლის გავემგზავროთ საქართველოდან და აღარც ჩამოვიდეთ, მეთქი მე ვეცდები ვიშოვო, არ ვიცი 5 დღის ბინისკირის ფული, საკვების ფული, ვიღაცას გადმოვარიცხინო, ვთხოვო, არ ვიცი, რაღაცა წავიღო, მე აქ რაღაც ჩემი ავტომობილი გავაფორმო სხვაზე, იმ სხვა იყინოს კი არა, გაყიდოს ეს ავტომობილი მაქსიმუმ $5,000 არც ეღირება. 4500 2012 წლის ნისანია. და ასე შემდეგ და რაღაცა გარკვეული პერიოდი მაინც დავყო. ასე მაგალითად ევროპის რომელიმე ყველაზე უფრო იაფ ქვეყანაში, აი პორტუგალიაო, ძალიან იაფიაო ამბობენ, თუმცა რა უნდა ვაკეთო იქ კარგად არ ვიცი, მაგრამ მაინც ან ნებისმიერ ქვეყანაში. სად წავიდე არ ვიცი ცხადია, მაგრამ სადაც გაგიწევს გული. პირველივე ქალაქში, უახლოეს ქალაქში არა, ყველაზე უფრო სწრაფი რეისი სადაც იქნება იქ. რა შემთხვევაში გავაკეთებდი ამას? რა შემთხვევაში უნდა გამეკეთებინა ეს? იმ შემთხვევაში თუ 4 ოქტომბრის აქცია როგორც ასეთი რევოლუცია, როგორც ასეთი ჩავარდება. არც ამ შემთხვევაში არ გავაკეთებ, როცა ვკითხე საკუთარ თავს, მე ვუპასუხე და რაც ვუპასუხე, სად ვიქნები 5 ოქტომბერს, ხო, ამას გეტყვით, ამას გაგიმხელთ. მაგრამ მოდი ჯერ სხვაგვარად ვილაპარაკოთ. მოდი ვილაპარაკოთ ასე, სად ვიქნები მე 5 ოქტომბერს, კიდევ ერთხელ ვეკითხები საკუთარ თავს. იქნები კი ირაკლი მესამე პირში. მეორე პირში. ხო, იქნება კი ირაკლი მესამე პირში და მეორე პირში იქნები კი ირაკლი შენ საკუთარ თავს, საკუთარ ალტერ ეგოს ველაპარაკები. უცხოეთში გაემგზავრები კი. აქვე მცხეთასთან. ჩვენ გვაქვს აგარაკი. კომბოსტოს ვერ მოვიყვანე ხამე დიოკლეტიანესავით, მაგრამ იქ მეტნაკლებად მოწყობილია, ცოტა ის გვაკლია. ზამთრის გათბობის სისტემა, მაგრამ იქნება და იქ ღირდეს. იმერეთშიც, სხვაშორის საჩხერის რაიონში გვაქვს დედის მხრიდან სოფელი, დიდი სახლია ის, მამა პაპისეული სახლი და ბევრი მიკრო ოჯახი ცხოვრობს, ერთი ოთახი, ორი ოთახი ჩვენს აგვაქვს ერთი. და იქ წავიდოდა კაცი. სხვა თუ არაფერი ეს 700 რაღაცა $, 800 რაღაცა $, მეყოფოდა ისეთ ადგილზე წასასვლელად საქართველოს მასშტაბით. სადაც კაცი შვილი არ ვიცი, სუსი რასაკვირველია მომაგნებდა, მაგრამ ხო, კარგა ერთი 3 დღე დასჭირდებოდა. მე რაღაც გადავინაცვლებდი, სხვაგან და ესე წავიყვანდი, ცუდი სიტყვა ბავშვზე ეგეთი და მეატუნე თქვა, მაგრამ ვათრევდი ამ სოულშულს საკუთარ თავსაც ცხადია, აქეთ-იქით. მაგრამ მე მეიმედება, რომ 4 ოქტომბერს რამ იქნება. ქართული რუსული ოცნება დაუშვებს იმგვარ შეცდომას, რომელიც მას ზვირად დაუჯდება და ისედაც დღემოკლეები უნდა იყვნენ ისინი. და კიდევ უფრო დღემოკლეები გახდებიან 4 ოქტომბრის შემდეგ. თუ 4 ოქტომბერს მაინც და მაინც არ დასრულდება ეს ყველაფერი, მე ახალ იმედებს ჩავისახავ და ვიტყვი, რომ დედლაინებს კი არ განსაზღვრავ მაინც და მაინც 17 ოქტომბერს დაასრულდება, 17 დეკემბერს დაასრულდება, 17 ნოემბერს, აკაი დღეა იცით 17 ნოემბერი. ის კი 9 ოქტომბერს დაიბადა. ელვარე და ლომფერი იყო 9 ოქტომბერი, მაგრამ ოფიციალურად ის დაიბადა 17 ნოემბერს. გალაქტიონ დაბიძეზე ლაპარაკობ. ელვარე და ლომფერი იყო 9 ოქტომბერი, ხო?
ელვაი და ლომფერი იყო 17 ნოემბერი. 17 დეკემბერსაც ერთი კარგი კაცის დაბადების დღეა. არ გავამხელე ხა ჩემი უახლოესი, ჩემი ძმის მეთქი ასე ვიყო, ჩემი უახლოესი ადამიანის. და ასე შემდეგ. ეს იმ შემთხვევაში და იმ დაშვებით 4 ოქტომბერს არც არაფერი არ მოხდება, ისი ალბათობაც თოდი ესე ვიტყვი, აი არავის როგორი არ დავსწყვიტო, არის 1%-იანი. ცოტა მეტი ალბათ, მაგრამ მაინც პატივისცემა ყველას ვინც ჩემთან ერთად იქნება ქუჩაში, სწორედაც რომ 4 ოქტომბერს. მაგრამ 4 ოქტომბერს დამოუკიდებლად იმისა რა მოხდება, უბრალოდ იმ შემთხვევაში თუ მოხდება ისე რომ საათ 17 ოქტომბროდ გადაიწევს რევოლუცია არ დახული და არ გაგონილი, მე ვუპასუხე საკუთარ თავს, რომ ეს 750 თუ 820 დოლარი მე უნდა შემოვინახო მაინც სათბილისო ხარჯებისათვის. საწვავი ჩავასხა, სახში პროდუქტი ვიყიდო, ელექტროენერგიის თანხა გადავიხადო, იქნება და ბანკის კრედიტი შემოვინახო, ალბათ გამიჭირდება, მაგრამ მაინც. და ასე შემდეგ კრედიტის თანხა შემოვინახო. იქნება და გარდაულა დაუცილებელი, ხლა ახალი პერანგის ყიდვას მე არ ვაპირებ და ახალი ფეხსაცმელისა, მაგრამ იქნება რაღაც რუღაცები შემოვინახო და 5 ოქტომბერს კი ავტობუსზე დავჯდე, ავტობუსით ვიყო, ავტობუსით წავიდე და ვიყო ერთ-ერთი პირველი, თუ პირველი არა, მათ შორის ვინც ჯიუტად დადგება ისევ რუსთაველის გამზირზე. გასული წლის ნოემბრის მიწურულს ავტომანქანით გზავრობდი, როდესაც ბანდიტმა კობახიძემ გამოაცხადა, რომ ჩვენო ევროინტეგრაციას ვწყვეტთო. და მეთანხმება ჩემი რამდენიმე მეგობარი, რომელსაც საჯაროდ უთქვამთ, საჯაროდ კი არა, პირადად უთქვამთ ჩემთვის, შენ რომ არ ყოფილიყავი, იმიტომ კი რამე ვთქვი განსაკუთრებული. არა, ისინი ჩემზე მაგრები არიან და ჩემზე პირველები გავიდოდნენ. რა საკვირველია, მაგრამ მათ კი მითხეს, რომ შენ რო არ ყოფილიყავი და ეს ამ სიტყვებით რომ არ მოგემართა ჩვენთვისო, მათ შორისო, ქართული საზოგადოებისთვისო, რა უფლება მაქვს ქართულ საზოგადოებას ახლა შევძახო მე, მაგრამ რომ არ გეთქვა ისო იქნება და ჩვენ რაღაც მეორე დღეს გამოსულიყავით, როგორც კი ის სიტყვები წარმოთქვი ავტომანქანით, გზავრობ, ტელეფონი მაქვს ჩართული, ეს ტელეფონი და მგზავრობ და რა ვთქვი, იცით ხა აღარ შევიგინები, მაგრამ აი ზურაჭია ბერაშუბა თუ უნდა დაწეროს კომენტარებში, ანუ თუ უნდა დაწერს. ხო, ვინც არ გამოვიდეს ჩვენიანებს შორის, მე მაგისი 100-ს და 100-ს მეთქი და შევიგინე. ცხადია ხა 20 ამ შეგინების გამო 20 კაცზე მეტი არ გამოსულა. 20 კაცი თუ მოვკრიბე, მეტი ხო არა? ძალიან თავდაბლად რო ვთქვა, მაგრამ ის 20 კაცის ხო საქმე იყო იმ ნოემბრის მიწურულს. როდესაც კონსტიტუცია დახიეს, კონსტიტუციური გადატრიალება მოაწყეს, ანუ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყეს ბანდიტებმა, ბიზნე ივანიშვილის თავკაცობით, ირაკლი კობახიძის ასევე თავკაცობით და სხვებმა, მაგრამ ქართულმა დეფიცი რუსულმა ოცნება. ხო და ახლაც მე მომიწევს 5 ოქტომბერს შეიძლება მომიწიოს, მოდი ყველა სიტყვას ზედმიწევნით ზუსტად ვიტყვი, შეიძლება მომიწიოს ამის თქმა, ვინც არ გამოვიდეს 5 ოქტომბერსაც მე იმისი დედა კი ვატირე, იმიტომ რომ თუ ემანდ მოხდა, რომ საზოგადოების მე ძალიან მინდა ცხადია რომ 4 ოქტომბერი დასრულდეს გამარჯვებით. მაგრამ თუ ემანდ აი 0.2% დაუშვათ, კიდევ უფრო შევამციროთ პროცენტთა რაოდენობა, თუ ისე მოხდა, რომ 4 ოქტომბერს ჩვენ მივედით და როგორც არც თუ უჭკუო ხალხი პროგნოზირებს, მივედით და წამოვედით და ბანდა ხელისუფლებამ არ დატოვა თანამდებობები და არ გადააბარა ხალხს, საზოგადოებას ძალა უფლება, ამ შემთხვევაში ალბათობა იმისა, რომ ფრუსტრირება მოხდება საზოგადოების მნიშვნელოვანი გარკვეული ნაწილისა, ხო? ამის ალბათობა არის. არც 4 ოქტომბერი არ გამოვიდაო, იტყვის დედა ჩემი, რომელიც 76 წლის არის, ხნედ გამოიყურება, დღეს კიდევ ერთხელ დამიდასტურა, რომ 4 ოქტომბერს საღამოს იქნება რუსთაველის გამზირზე, ჩემგან დამოუკიდებლად შენი წაყვანა არ მჭირდებაო, მითხრა და ისიც მითხრა, რომ მე როცა უთხარიო შენ სადიდგები, მე თუ გინდა პაატას გაგაცნო ბურჭულაზეს მეთქი, ცოტა
ცოტა ვიღადავე, ხო? არაო, მე სადღაც ოპერასთან ვიქნებიო, უფრო იქითო, იმიტომ რომ კი ხნედ არის, მაგრამ მაინც თუ მათმა ბანდიტები რობოკოპები გამოუშვეს, მე რაზე ვიდარდო ეხლა დედაჩემზე საკუთარ თავზე, შვილზე, რომელიც სახლში იქნება თუ მეორე ბებიასთან თუ არ ვიცი რაღაც ქვეყანაზე, ეგ უკვე აღარ ვიცი სიმართლე გითხრათ. ამიტომ მე ოპერასთან ვიქნებიო, რესპუბლიკის მოედანზეო, დამაიმედა, დამამშვიდა. თუ არ გამოვიდა, დედაჩემი შეიძლება 4 ოქტომბერი, დედაჩემი შეიძლება შეიყუჟოს სამზარეულოში. მისთვის არ მინდა თქვა რომ ბოლო არა რასაკვირველია ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, მაგრამ ხო აი ადამიანთან აკარკვეული ნაწილებისთვის, მასზე ახალგაზრდებისთვის, მასზე ჭარმაგებისთვის, ხო ერთ-ერთი ბოლო ბრძოლა შეიძლება იყოს ეს ყველაფერი და ბოლო იმედების ბოლო იმედები, ხო აი იმედების გაცრუება კი არ უნდათ მათ ახლა. არც ერთი ასაკის ადამიანს არ უნდა ეს და ასაკვირველია და არც უნდა გაუცრუდეთ. მაგრამ საზოგადოების ერთ ნაწილს იმედი უნდა ჩავუსახოთ და ვთქვათ, რომ ხალხნო, ემანდ თუ არ მოხდა, არ შედგა 4 ოქტომბერი როგორც ასეთი, ოღონდ ღმერთმა შეადგინოს, ამასაც სრულქმნილი წინააღმდება უნდა წარმოვთქვა. ჩვენ 5 ოქტომბერს უნდა ვიყოთ და მე გავეცი საკუთარ თავს პასუხი ასეთი ირაკლი, შენ 5 ოქტომბერსაც რუსთაველის გამზირზე დაგინებით. ვინც არ გამოვიდეს აი მის ასემც და ასემც, უნდა იყო რომელიმე ჭადართან მეთქი. ასეც ვიზარ. ხლა შეეხება ბანდა ხელისუფლებას. ვრცელდება ინფორმაცია, ჩემი მოსაზრებით აბსოლუტურად უსაფუძვლო, რომ პირველი ვინმე ზესაშვილი, ვინმე არცმენია მის შესახებ, გია ზესაშვილი მახსოვს მე. ცესკოს თავმჯდომარე იყო და ეს გვარი სხვა დროს არც გამიგია, გვარიც კი არ გამიგია. მოკლედ ზესაშვილი გია არა და სხვა რომელიც რაღაც სამეგრელო ზემო სვანეთის ჩვეულებრივი მილიციონერია და არა პოლიციონერი, არა პოლიციელი. გეკა როა, აი ხაბერო აშაყირებდა გეკა, შმეკა, ჯეკა და ასე შემდეგ რომ ამბობდა, ანუ შინაგან საქმეთა მინისტრი. გადმოჰყავს გეკას რეკომენდაციით, კობახიძეს გადმოჰყავს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელად. შეიძლება ეს ასეც არის, არავინ არ გაბათობს. და თავდაცვის უწყების დღევანდელი ხელმძღვანელი ჩიქოვანი გადადის საგარეო საქმეთა მინისტრად. ეხ მაკა წარილტნენ გახქრენ სიზმრებრივ ჩქარად ვახ დრონი შეგიძლია თქვათ ქალბატონო მაკა ბოჭორიშვილო ეს როგორ ელტვოდით, როგორ გინდოდათ საგარეო საქმეთა მინისტრობა და ხან მოკლე, დღე მოკლე აღმოჩნდება თქვენი მინისტრობა, თუ ასე გაგრძელდა, მაგრამ აუცილებლად ითოფავთ თუ გაიჩალიჩებთ, თუ გამოიჩალიჩებთ სადმე რომელიმე ქვეყანაში ელჩობას, თუ ჩიქოვანი დაგნიშნავთ, არ დაუნიშნავთ ყოფილი მინისტრები ელჩებათ, ოღონდ შეერთებული შტატების ელჩის ვაკანსია, ელჩის თანამდებობა ვაკანტური აღარ არის. ამიტომ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში უთუოდ მოგიწევთ კი არა მოგინდებათ წასვლა. ბრიტანეთის თუ არ ვცდები დაკავებულია მასში საით. ქალბატონო მაკა თუ ეს ასია. ხო ძალიან კი გინდათ. მოკლედ ჩიქოვანს ჩააბარებენ საგარეო უწყებას იმ იმედით და იმ დავალებით, რომ ირაკლი ჩიქოვანი დაალაგებს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობებს, ოღონდ ვერ დაალაგდება ეს. ჩიქოვანმა შესანიშნავად უწყის. ჩიქოვანმა შესანიშნავად იცის, რომ შეერთებულ შტატებთან ჩიქოვანი კი არა, ქართველი მინისტრებიდან საგარეო საქმეთა მინისტრებს გულისხმობ. თედო ჯაფარიძეც რომ დანიშნონ, აპატიეთ ბატონ თედო, თუ უსმენთ ჩემს ვიდეო ბლოგს, თქვენც კი ვერ მოახერხებდით ამ კონტექსტში და ამ პირობებში. ირაკლი მენაღარიშვილი რომ დანიშნონ, საშა ჩიკვაიძე რომ გააცოცხლონ. და სხვები უკვე შემდგომი პერიოდის წარმატებული ან ნახევრად წარმატებული ან თუნდაც წარუმატებელი საგარეო საქმეთა მინისტრები, მე საერთაშორისო მასშტაბის და ცნობადობის პირებსაც გადავწყვეტები, რომ ჯეიმს ბეიკერი რომ იყოს ახალგაზრდა, ჯეიმს ბეიკერი რომ იყოს ქართველი, ჯეიმს ბეიკერის ცოდნისა და გამოცდილების მქონე პირი რომ ყავდეს ჩვენ და ის დანიშნონ ბერიკაშვილი რო იყოს გვარად ჯეიმსი, ხო? და ის დანიშნონ 40 წლის წინანდელი, 30 წლის წინანდელი ჯეიმს ბეიკერი რო დანიშნონ საგარეო საქმეთა მინისტრად, არა თუ ჩიქოვანი ჯეიმს ბეიკერიც კი ვერ გაჩარხავდა და ვერ აღადგენდა ურთიერთობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რომელიც ესეთი გასაკვირველია.
ინსტიტუციური დემოკრატია, რასაკვირველი დემოკრატია, საკვირველია შესანიშნავი ქვეყანა, რომელსაც კრიზისები აქვს, ეგრა მაგის პასუხია და ასე შემდეგ. იქ არის გვერდა პალატა, იქ არის ზედა პალატა, იქ არის სახელმწიფო დეპარტამენტი, იქ არის არაორდინალური თეთრი სახლი და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია, იქ არის ძალთა ბალანსი, იქ არის და ასე შემდეგ. რა ჩიქოვანი ხალხო. არა ეს არ არის მნიშვნელოვანი, ეს ამას არ გამოვრიცხავ, ხო, ესაშვილი. თავდაცვაში ჩიქოვანი საგარეოში, არ გამოვრიცხავ. მაგრამ აი ახლა გავრცელდა ინფორმაცია, რაც მგონია რომ სუსის შემოგდებულია. რომ საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს ბანდიტი კობახიძე, ანუ ბანდიტი ივანიშვილი და საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს უკვე 5 ოქტომბრიდან. აი მაშინ როცა მე პირობითად ბარსელონას გზაზე უნდა ყოფილიყავი, მით უფრო ვერ წავალ, მომიტევეთ. სულ რომ მინდოდეს, სულ რომ აჩუქო ბილეთები. და სწორედ ასე რომ უსწავლელზე ვიქნები, საგანგებო მდგომარეობა რო გამოაცხადოთ, სწორედ უფრო მალე ვიქნები და უფრო მაგრა ვიგინები, თუ შემიგინები. გამოდით, გამოეთრიეთ მე, კი ჩემებს ვეთქვი, ჩვენებს, უკაცრავად, ჩემებო, გამოეთრიეთ, ამ სიტყვას ვიხმარ. მოკლედ, საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს და აღარ ენდობა რა შინაგან საქმეთა სამინისტროს, გეკას საკუთარ თავს და კედედეს, პოლიციას, მილიციას. ასე შემდეგ, ემან ჯარიც არ გამოიყვანოს, ჯარსაც გამოიყვანოს საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში. ოღონდ, ჯერ ერთი, ეს არის ჩემი მოსაზრებით დაშინების ცდელობა, რომ 4-ში არ გამოვიდეთ, იმიტომ არ გამოვიდეთ, რომ თუ არ გამოვალთ ამ შემთხვევაში 5-ში აღარ გამოაცხადებენ, გამოაცხადონ საგანგებო მდგომარეობა. აბა გაბედონ და გამოაცხადონ, იქნება 2 კვირა, 3 კვირა, რამდენი ხანი იქნება 1 თუ 2 თვე, ახალ წლამდე, თებერვლამდე. ქუჩაში გამოვლენ და დახრეტენ ხალხს. დახრიტონ მერქი ეს როგორ წარმოვთქვა ახლა, მაგრამ ასრობეთ რეპრესიას მიმართავს მიზნა ივანიშვილი რუსი, ხო, მით უფრო დედასაიმასქნებელი იქნება მთელი ქართული ოცნება. და ასეც იქნება დასრულდება მერე უკვე მძიმედ, კიდევ უფრო მძიმედ. მაგრამ ეს სუსის შემოგდებული მგონია, მეთქი აკიგითხარით, ჯარი ჩემი იმედით, ინფორმაციით და რწმენით არ გამოვა. ანუ ის არ დაამყარებს ბრონე ტრანსპორტიორები, ჯავშან ტექნიკა, რუსთაველის გაბზირზე თუ მელიქიშვილზე, თუ ვაჟაბშაველაზე თუ ყაზბეგზე თუ წერეთელზე წარმოუდგენელი მგონია. ჯარი მე მგონი არ წავა ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ემანდ სხვა რამე არ მოხდეს ამ შემთხვევაში. ილოცოს სესაშვილმა თუ ის მინისტრად ინიშნება, გეკა, რაგვარია გეკა? გელაძე, ხო? კიდე Prime Minister of Georgia, ემან რუსმა კობახიძემ მემკვიდრეობით კგბ-ს აგენტმა, FSB-ს აგენტმა მემკვიდრეობითი აგენტურაც არსებობს, ხო? და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა ჩემი პასუხი ეს არის 5-ში იმ შემთხვევაშიც კი თუ ბიზნა ივანიშვილი გამოაცხადებს საგანგებო მდგომარეობას, ანუ რაშიც მე ეჭვმეპარება კი არა, პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის სუსის შემოგდებული ამბავი. მე პერსონალურად დამოუკიდებლად იმისა, რა მოხდება 4-ში, ანუ თუ ვერ შედგება ის რევოლუცია, მისი პროცენტული ალბათობაც ძალიან კორექტულად თქვა, არის 0.2%, ანუ 7% კიდევ უფრო შემოვსილოთ. ხო, მე 5-ში ვიქნები რუსთაველის გამზირზე. ოღონდ მე ვარ არაპირველი, ვინც იქნება რუსთაველის გამზირზე. 1000-ობით მოქალაქე უნდა გამოვიდეს და გამოვიდეს და შეინარჩუნოს ის მუხტი, რა მუხტიც არსებობს დღესაც, თითქოს მინავლებული, თითქოს მიჩუმებული, მაგრამ მაგე სხვა აქციებიც, ორგანიზება ამ აქციებისა, დაგეგმვა 14-13 სექტემბრისა, ხო, სხვა აქციები და ასე შემდეგ ჩვენ გვაძლევს საფუძველს, საფუძველს კი არა ვიცით, რომ არცად პროტესტი არ გალეულა. ეს რეჟიმი დგას ძალაზე, ძალმომრეობაზე და ამ რეჟიმისთვის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ის ლეგიტიმური არ არის. აი, წუხვარ რაღაცა უნდა მეხსენებინა, ახლა ლელოზლიერი საქართველოს რო გახარიაზე ხელი მაქვს ჩაქნეული გინა მარცხენა და გინა მარჯვენა. ესეც ეს მარჯვენა და ეს მარცხენა. ხო, და რაც შეეხება ლელოზლიერ საქართველოსზე ხელის ჩაქნევა სულ რო გენანება კაცი, აი გადადებ ამ ხელის ჩაქნევას გადადებ. ლეგიტიმურობას აძლევს სამწუხაროა
მაგრამ მაინც ერთგვარ ლეგიტიმურობას ამასაც ხაზგასმით ვამბობ, ანუ არა სრულ ლეგიტიმურობას, არამედ ერთგვარ ლეგიტიმურობას აძლევს ლელოძლიერი საქართველოს და მისი ორი ლიდერი ქართული ოცნების ბანდას, ხოლო გახარია რომელიც შებრძანდება პარლამენტში მაღალი ალბათობით კიდევ უფრო მეტ ლეგიტიმურობას შეძენს და მისცემს ოღონდ ქართული ოცნების ბანდას ესეც არ უშველის. ქართული ოცნების ბანდა დასრულებული იქნება გარკვეული პერიოდის შემდეგ 4-ში არა 5-ში, 5-ში არა 7-ში, 7-ში არა 9-ში. იყო 9 ელვარი და ლომფერი, იყო 9 ოქტომბერი. ისევ გალაქტიონი დავდგეთ იქ, სადაც ქარიშხალია. ჩვენ ჯომოლ გაბოლო პასაჟები. როგორი ხელისუფლება უნდა გვყავდეს? იდეალისტების ხადია, ხო? ჯომოლუნგმაზე ევერესტზე. ქართული სახელმწიფო შეიძლება ვერც ვერასოდეს ვერ ავიდეს. პოლიტიკურ ჯომოლუნგმაზე, განვითარების ჯომოლუნგმაზე თუ გდებავთ, ასე ვიტყვი. მაგრამ ყოველმა შემდგომმა ხელისუფლებამ უნდა დაისახოს მიზნად, რომ სოფლიოს უმაღლესი მწვერვალი ევერესტის სიმაღლე არის 8858 ზღვის დონიდან. დაიპყროს. თუ ვერავა და ალბათ ვერავა განვითარების ჯომოლუნგმაზე საქართველოს კიდე რაღაც 327 წელიწადი. ქემაინც გვეცოდინება რომ სხვა მწვერვალი დაიპყრა და დროშა არ დაუგდია. და იმ მომავალთაობას ეხა ბარათაშვილი ხო რომ მოძმესა ჩემს სასიძნელე გზისა გაუადვილდეს ძალიან ვხეჭავ ხო მომავალმა თაობამ ნოლიდან კი არა ზღვის დონიდან კი არ უნდა დაიწყოს მოძრაობა ანიშვილმა საერთოდ მარიანის ღრმულში ჩაგვაგდო არამედ უნდა დაიწყოს სუსტად იმ სიმაღლიდან რა სიმაღლეზეც გაჩერდა წინა მთავრობა რომ ესე ნელ-ნელა 327 წლის შემდეგ ჩვენ მართლაც დავიპყროთ ან გვინდოდეს კიდევ ერთხელ რომ დავიპყროთ ევერესტი კამიუ გავიხსენოთ არაფერ შუაშია თითქოს მაგრამ აიტანა სიზიფემ ჩამოუგორდა მაგრამ ისევ დაიწყო და ისევ აქვს ამ წამებშიც აქვს ყვა დამავიწყდა ხო ლოდი დამავიწყდა ბერკვა აიტანა სიზიფემ ხო მარტო კამიუ ხო არ არის ეს ამავდროულად ხო ეს ხო მითია აი ეს არის ჩვენი ამბავი ბატონებო 5 ოქტომბერს 4 ოქტომბერს მეც ელოდებით რუსთაველის გამზირზე თუ ემანდ მოხდა რომ 0.017 მეასედი 0.17 მეასედი პროცენტით ვერ გაიმარჯვა 4 ოქტომბერმა და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ გაიმარჯვებს მოდი 5-შიც გავიდეთ და ვინც არ გავიდეს აი ხა ესე უნდა თქვა ეხლა წაიღეთ იმის ესემც და ესემც მეთქი ვიტყვი ალბათ 5 ოქტომბრის გამთენიისას ნახვამდის